მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ სერიალი შორეული ქალაქის შესახებ. ბოლო სერია საინტერესოდ განვითარდა. შაჰინის პერსონაჟმა გაიგო ეჯმეს შესახებ სიმართლე. ის ხვდებოდა, რომ ბორანი მსკვლელობაში მამის ხელიერია, თუმცა მის დაჯერება მისთვის ძალიან რთული იყო, რადგან ის ალბორებს საკუთარ დედმამის შვილებად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ შაჰინისთვის ცნობილია ბორანის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, ის ვერ უმკლავდება მიღებულ ინფორმაციას. ალბორებიდან პატიებას ითხოვს და საკუთარ თავს თვითონ ესვრის. ქაიასთვის შაჰინი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. მას ის განსაკუთრებით უყვარს. ქაიამ მდგომარეობას ნელ-ნელა გართულდება, თუ დროულად არ მოხდება ოპერაციული ჩარევა. წინა სერიის შემდეგ სერიალის გულშემატკივრები კითხულობდნენ შაჰინის შესახებ, დატოვებდა თუ არა ის სერიალს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შაჰინი რთულ მდგომარეობაში იქნება. მას კლინიკაში მოათავსებენ. ნელ-ნელა დაიწყებს გამოჯანმრთელებას და დაუბრუნდება სერიალს. თუმცა ამჯერად ეჯმეს წინააღმდეგ მებრძოლი, რომელიც მამას არ აპატიებს მის მიერ ჩაადენილ დანაშაულს. ბევრი მოსაზრება დაიწერა. ზუსტად უცნობია რა მიმართულებით წაიყვან სცენარს სცენარისტები, თუმცა ვფიქრობ ისინი ნარეს პერსონაჟს არ გაწირავენ და შაჰინი ამ მდგომარეობას როგორმე თავს დააღწევს. ეჯმესთვის ცნობილი გახდება, რომ ბორანი მისი შვილია, თუმცა ის ვერ გაიგებს ბორანის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. ის ეცდება გაიტაცოს დენისი და ამ გზით ალბორებზე შური იძიოს. მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.